ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ჩვენ გვტოვებს ამ პროვინციალიზმში, ამ დაბიურობაში, ასე ვიტყვი, მანამდე მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც განაპირობებს მომავალი მსოფლიოს ფორმაქმნადობას, ფორმას მოდი უფრო ზუსტი რომ ვიყო, მიმდინარეობს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, აი სამხრეთ ამერიკაშიც კი ძალიან საინტერესო პროცესებია, თუმცა ჩვენთვის რასაკვირველია, ძალიან შორს არის სამხრეთ ამერიკა, აქედან გამომდინარე სამხრეთ ამერიკულ პროცესებზე ჩვენ ნაკლები ინფორმაცია გვაქვს და ნაკლებადაც გვაღელვებს. ჩვენ ცხადია გვაღელვებს უფრო ჩვენი ფართო გაგებით ჩვენი რეგიონი და ვიწრო გაგებითაც ჩვენი რეგიონი, ის რაც მოხდა ვაშინგტონში დამოუკიდებლად იმისა ტრამპს ვინ და როგორ და რა არგუმენტებით აკრიტიკებს. ამისგან დამოუკიდებლად ეს არის ისტორიული მოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ აი აქ ერთი კითხვა ისმის ჩვენ სინამდვილეში ჩვენ რა ვქნათ, ან ჩვენ რა სადავართ, ჩვენ რა შვებით და ასე შემდეგ. შუა დერეფანი როგორც ასეთი გამავალი ჩვენზეც არსად გაუქმებულა, ჩვენ ვართ ამ შუა დერეფნის ნაწილი და ზანგეზურის დერეფანი ღიად და გულწრფელად და უკვე ესე დამწდარად, დაღვინებულად, გაციებულად თუ ვისაუბრებთ, შუა დერეფანი ჩვენზე რასაკვირველია გაივლის, იმიტომ რომ ყველა ტვირთს, რომელიც ცენტრალური აზიიდან და ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან მაინც უფრო მიედინება, ან უნდა მიედინებოდეს ევროპის მიმართულებით, ზანგეზურის დერეფანი ვერ მოერევა, სხვა თუ არაფერი, ზანგეზურის დერეფანი გასაკეთებელია და რთული, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ დიდი მონაკვეთია, რთული ლანდშაფტის გამო ამ ზანგეზურის დერეფნის გაკეთებას მე არ ვიტყვი ახლა კონკრეტულ ვადებს, იმიტომ რომ სხვადასხვა ვადა სახელდება, მაგრამ გაკეთება, ინფრასტრუქტურას მოწყობა, მოდერნიზაცია და თანამედროვე მოწყობა ხდება. გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემი მოსაზრებით ის, რომ ზანგეზურის დერეფანის გასწვრივ, ანუ ჩრდილოეთ ირანის მიმდებარე ტერიტორიაზე არასწორია, მიმდებარე ტერიტორიაზე არასწორია, ჩრდილოეთ ირანის გასწვრივ აი ამ მონაკვეთში და არა მხოლოდ ამ 60 კილომეტრიან მონაკვეთში დაახლოებით, არამედ უფრო ფართოდაც შემოდიან ამერიკელები და ეს გაცილებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამბავია ის, რომ სამხრეთ კავკასიის 2-13-ში, 3 ქვეყნიდან 2-ში ამერიკელები იქნებიან წარმოდგენილნი მსუხეთ. ახლა ისმის კითხვა საქართველოს სად იქნება ამასობაში? საქართველოს აქ იკითხარით შუა დერეფნის ფუნქციას არ დაკარგავს ჩვენთვის კუთვნილი ტვირთები, რასაკვირველია იქნება. ოღონდ ჩვენ გვაქვს რაღაცა უპირატესობა, რომელიც უნდა გავყიდოთ. თუ მართებული სიტყვაა და აი აქ რასაკვირველია უნდა მივადგე ორ თემას მინიმუმ, ხო ალბათ მაინც ორ თემას, ეს არის რკინიგზის მოდერნიზაცია, რომელიც ივანიშვილმა არა და არ გააკეთა, ვერა და ვერ დააყენა, საშველი კი არა, არც დაუწყია. რკინიგზის მოდერნიზაცია ეს ერთი, იმიტომ რომ შუა დერეფნის ჩვენი განშტოებისათვის თანამედროვე რკინიგზა და სწრაფი რკინიგზა ამ ჩვენთანაც არსებული რთული ლანდშაფტის გეოგრაფიული მდებარეობისა და გეოგრაფიული მდგომარეობის გამო საკმაოდ რთული გაკეთებადია და აუცილებლად გასაკეთებელი იყო აქამდე და რკინიგზის პარალელურად მანამდე თუ შემდეგ ეს არის რასაკვირველია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩაშლილი სწორედ რუსეთისა და ივანიშვილის მიერ. ჩაშლილი 2019 წელს, მე 2023-24 წლებში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, დღეს დე-ფაქტო ხელისუფლება, მაშინ დე-იურე მიუბრუნდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს. მიუბრუნდა და 51% დაიტოვა, ხოლო 49% გადასცა ჩინურ სანქცირებულ კომპანიას. ოღონდ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ჩინურ კომპანიას, არც ქვეკონტრაქტორს, არც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, მოდი უტრირებულად ვიტყვი, ერთი ნიჩაბიც კი არ ჩაურტყამს იმისთვის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხელახლა დაწყებული იყო, ხელახალი, ახალი სიცოცხლე მისცემოდა მას. თუ აპირებდნენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გაკეთებას, მაშინ რამე უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ივანიშვილს აქვს ესეთი სტრატეგია. ის მუდმივად წელავს პროცესებს, მუდმივად ბოლომდე მიხავს და მერე ხანდახან კი დააბრეხვებენ ხოლმე მისი ამ ფსონები, რომ აი გავაკეთებთ ამას, მაგალითად ავაშენებთ ანაკლიის პორტს, ან სხვა პროექტების გახსენებაც შეიძლება რომელთა გაკეთებაც კერძო ინვესტორებს მათი ხარდაჭერით, მათი ხარდაჭერის გარეშე უნდათ რომ გაეკეთებინათ. ან ენერგეტიკული პროექტების განახორციელება კი არა გახსენებაც შეიძლება, მაგრამ მიიყვანს ბოლომდე იტყვის და მერე კი აღარაფერს შვრება. დაგვპირდნენ ასე ანაკლიის გაკეთებას თუნდაც ჩინელებთან ერთად, რაც კატასტროფაა აქვე გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ შესაძლებლობების ფანჯარა გაგვიხსნა ახლა და სწორედ დასავლური ინვესტიციები უნდა იყოს მათ შორის ამ
რიკელების პირველ ყოვლისა ანაკლიის ხმაწყლოვან პორტში. აი ახლა ჩვენ რო ანაკლია გქონდეს ზანგეზურის დერეფანი, რომელიც ჩვენი ალტერნატივა არ არის, ეს მის ხაზგასმით მინდა ვთქვა, ის რაც მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მათ შორის ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების დამყარების და შეერთებული შტატების მხარი გარანტიების გათვალისწინებით ქმნის არა ალტერნატივას ჩვენი განშტოებისა შუა დერეფანში, არამედ არის კონკურენტი რასაკვირველია და კონკურენციაში რასაკვირველია შენ უნდა გაიმარჯვოს. შენ გაქვს უპირატესობა, თეორიული მაინც ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შენ საზღვაო ქვეყანა ხარ და ეს უპირატესობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ათვისებული და გამოყენებული. 2019 წელს რომ დაწყებული ყია, დასრულებული ყვადაკლის ხმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზა და ჩვენ გვყავდა არაჩვეულებრივი ინვესტორები. კონსორციუმს ხაზგასმით ვამბობ კონსორციუმს მეთქი აქ მარტო ხაზარაძე არ იყო წარმოდგენილი და ხაზარაძე ჯაფარიძის დუეტი, აქ იყო ამერიკელები ორი ჯგუფი მინიმუმ, არა ოპტიმალურად. ეს იყო კონტი ჯგუფი, რომელმაც თავიდანვე მოიგო და რომელსაც ძალიან მცირე გულახდილებით თუ ვიქნებით ინვესტიცია აქვს განხორციელებული თუ არ ვწდები, მქონდა ამოწერილი რიცხვები თავის დროზე 3.8 მილიონი დოლარი. ეს იყო SSA მარინი, ერთ-ერთი ინვესტორი. ეს იყო სხვა კომპანიები, შემიძლია დავასახელო ბრიტანულ-ქართულ უზბეკური კომპანია, შემიძლია დავასახელო ბულგარულ-ქართული კომპანია, შემიძლია დავასახელო ჰოლანდიური კომპანია, შემიძლია დავასახელო თურქული კომპანია და სხვებიც. და აი ამ კონსორციუმისთვის რომ არ ჩამოერთმია რუსეთს და რუსეთის წინ დგომ ფასადად დგომ მყოფ ივანიშვილს 2019 წელს ანაკლიის ხმაწყლოვანი პორტი, ჩვენ უკვე ვიქნებოდით წინწაწეული ქვეყანა და მეტი ამერიკა კი არა, ამერიკა შემოვიდოდა და დაარქმევდა იმას, არ ვიცი, ანაკლია ტრამპ პორტ მაგალითად, ხო ტრამპის ანაკლიის პორტი ან რაღაც გავს, ხო ანა ტრამპ სითის დაარქმევდა მაგალითად ანაკლია სითის, რომელიც კეთდებოდა პარალელურად და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს ჩვენთვის ანაკლია სითის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მაგრამ ივანიშვილმა ჩაჩეხა, ახლა კარგი ჩაჩეხაო, ვინმე იტყვის, მერე ხო მიუბრუნდაო, სად მიუბრუნდა. 2023-24 წლებში ვითომ განახლებული პროექტი ანაკლისა არ განახლებულა, ანუ სიტყვით განახლდა, მაგრამ საქმით კი არა. გარდა ამისა, ამერიკელები რასაკვირველია ძალიან წინააღმდეგნი არიან ჩინელების მონაწილეობისა. ივანიშვილმა არასწორი გათვლა გააკეთა, თუ მაინც და მაინც რუსული კარნახი არ იყო, ოღონდ რუსული კარნახი იყო, რასაკვირველია არასწორი გათვლა გააკეთა, შემოიყვანა, შემოხავდა რა ანაკლიის ხმაწყლოვან პორტში, სწორედაც რომ ჩინელები. ახლა რა არის კიდევ ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი. ზანგეზურის დერეფანი არის ძალიან საინტერესო, ოღონდ ჩვენი არა ალტერნატივა, არამედ კონკურენტი. სოფლიოში ვითარდება იმგვარად მოვლენები, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ოღონდ არა 2025 წელს, მაინც და მაინც და არც 26 წელს. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება მოხდეს რუსეთის დესანქცირება. დესანქცირება თუ მოხდება, მათ შორის მოხდება ჩრდილოეთის დერეფანის გახსნაც, რომელიც ჩაკეტილი, ანუ ნოვოროსიისკზე მიმავალი, ნოვოროსიისკენ მიმავალი დერეფანი. თუ მოხდა ასე, რომ ჩაიკეტა, კი არა, არ გაშენდა ჩვენი შუა არ გაგრძელდა ჩვენი, არ განახლდა, არ გაძლიერდა ჩვენი შუა დერეფანი, ოღონდ ის ანაკლიაზეა დაფუძნებული, ანაკლიაში თუ არ შევავიდნენ დასავლელი ინვესტორები, ხაზგასმით ვამბობ, ამას დასავლელი ინვესტორები მეთქი. ამ შემთხვევაში რომელიღაც ეტაპზე ტვირთების უმნიშვნელოვანეს ნაწილს, უფრო მეტ ტვირთს წაიღებს რასაკვირველია ზანგეზურის დერეფანისკენ სომხეთი, აზერბაიჯანი თუ გნევავთ ასე ვთქვათ, და ჩრდილოეთის დერეფანის თუ გაიხსნა ამასობაში ჩვენ საერთოდ თამაშგარი მდგომარეობაში ვჩებით შესაბამისად ისედაც ყველაზე ღარიბი და არა ყველაზე ღარიბი, მეორე ყველაზე ღარიბი სახელმწიფო კავკასიის რეგიონში, ოღონდ ყველაზე სუსტი უსაფრთხოების და გამოწვევების გათვალისწინებით, უსაფრთხოების კუთხით და გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ საერთოდ თამაშგარი მდგომარეობაში დავრჩებით. კი, რასაკვირველია, ჩვენზე გამოდის ასე მაგალითად ბაქო ჯეიხანი. სწორი მოსაზრებაა. ჩვენზე გამოდის ასე მაგალითად შახდენიზის გასადენი. სწორი მოსაზრება, რომელიც სხვაშორის გასაძლიერებელია, იმიტომ რომ იქ თურქმენული გაზიც უნდა მოხვდეს, ეგ რა მაგის პასუხია, თურქმენეთს აქვს უზარმაზარი რაოდენობით გაზის ბუნებრივი აირის მარაგი, რომლის ტრანსპორტირებას მას შეუძლია აზერბაიჯანში და ეს უნდა შევიდეს როგორღაც ხსენებულ შახდენიზის გაზსადენში, ან ახალი გაზსადენი გაკეთდეს. თავის დროზე იყო ამის პროექტი, რომელიც
ნუ რამდენიმე ვარიანტი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ვარიანტს ვიტყვი, რომ შავ ზღვაში უნდა ჩაეყვინთა და რუმინეთში უნდა ამოეყვინთა იმ თეთრ ნაკადს ესე ერქვა. და ეხლა ნაკლებად არის ის აქტუალური, მაგრამ მაინც. მოკლედ ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში და ბიზნესთან შევრჩებით. ბიზნესთანი ყველაფერთან ერთად ნიშნავს უყურეთ ძალიან საინტერესო ამბავია. ნიშნავს გაღარიბებულ საზოგადოებას, ელიტურ კორუფციას, ანუ ბევრი კალაძე, ბევრი მიქაუტაძე, ბევრი რიჟვაძე, ბევრი, რა ვიცი, ხარიბაშვილი, სხვები და გაღარიბებული საზოგადოება გეპი ჩვენ შორის ძალიან მაღალი, ძალიან დიდი. დიდრებს უსამართლოდ გამდიდრებულებსა და უსამართლოდ გაღარიბებულებს შორის. გარდა ამისა, უპერსპექტივო ქვეყანაა საქართველო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ანაკლია არ არის, ჩვენ არ გვაქვს ის ფუნქცია, რომელიც უნდა შეგვესრულებინა, გაკვალული გზა არის ანგეზური მეტწილად, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მალე ვერ მოხდება, მაგრამ სტრატეგიული გადაწყვეტილება ამასობაში მიღებულია. რუსეთს დაუბრუნდა ეს ჩრდილოეთ ნაკადი, ანუ ნოვოროსიისკენ, რომელსაც აქვს თავის პრობლემები ნოვოროსიისკენ და ტამანისკენ, მიაქვს წვირთების საკმაოდ ნაწილი და ჩვენ არა გვაქვს რა და ფოთისა და ბათუმის ამარა ვართ დარჩენილები რა, ჩვენ გვისუსტდება თან რკინიგზაც არა გაქვს, პრაქტიკულად და ივანიშვილი არ აშენებს შეგნებულად მეთქი ასე ვიტყვი, გვისუსტდება ან გვიმცირდება თუ გდებავთ ასე ვიტყვი, წვირთ ნაკადები ცენტრალური აზიიდან განსაკუთრებით. და ჩინეთიდან გასაკვირველი. იმიტომ რომ ძალიან დიდი ბრუნვაა ევროპიდან ჩინეთისკენ ნაკლები, ჩინეთიდან ევროპისკენ გაცილებით მეტი, მაგრამ მაინც ეს ურთიერთბრუნვაა ევროპის კონტინენტსა და ჩინეთს შორის და ასთავარია მზარდი. ესეც მნიშვნელოვანი ამბავია. ეხლა მე ცხადია რიცხვებზე შემიძლია ვილაპარაკო, რამდენი კონტეინერი უნდა რამდენი სატვირთო მანქანა, რა ბრუნვა უნდა იყოს ტვირთისა, აი მოცულობაში შემიძლია ამაზეც ვილაპარაკო, მაგრამ ამით არ დაგხლით ახლა. ამასობაში ძალიან საინტერესოა ერთი რაკურსი. თუ სრულდება, ალბათ თუ კარგად, სრულდება კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის, თუ მოახერხა ეს ტრამპმა, ალიასკაზე ეს ყველაფერი არ მოხდება, რასაკვირველია, აქვე დაგასპოილერებთ. რუსეთი განაგრძობს ომს და რუსეთი იტყვის, რომ ხუთივე რეგიონი ჩემიაო. ტრამპი ამასთან დაკავშირებით მას თანხმობას ვერ იტყვის რუსეთს, მაგრამ რუსეთი უნდა მიიყვანონ, მიაკუთხონ, კუთხეში უნდა მიამწყვდიონ, ეს ხო ფაქტია. და რომელიღაც ეტაპზე, მაგალითად 2027 წელს, 26 წელს, სრულდება კონფლიქტი, რუსეთის არასრული, თუ სრულდება ასე, არასრული, არამედ ნაწილობრივი დამარცხებით და რუსეთი ოკეი ჩაიცხრობს ვნებებს. ხო ეს გვინდა, ხო საბოლოო ჯამში. რა ხდება მერე საქართველოში? საქართველო ეკონომიკურად უფრო ღარიბდება, მეთქი რომ გითხრათ, ალბათ გაგაკვირვებთ. დიახ, საქართველო ამ შემთხვევაში თუ უკვე შემდგომ მოხდება დესანქცირება რუსეთისა, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გაცილებით რთულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ომი უკრაინაში ძალიან მძიმედ ჟღერს, როგორც ასეთი, ოღონდ ომი არა ხალხთა ხოცვის, არა ხალხის ხოცვის კუთხით ცხადია, ამით არ უნდა სარგებლობდე, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით შენ გაგიკვირდება და გაწყობს. 70-80,000 რუსი რო აქვს ჩამოსული. და 80,000 ბინარო აქვს, ან 20,000 ბინარო აქვს, უფრო ზუსტი რო ვიყო დაყიდი. ესენი ხო მერე გამოიტანენ ამ ბინებს და იაფად გაყიდიან, რომ დაუბრუნდნენ დედასამშობლოს რუსეთს. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი. მაინც თუ აღმოაჩენს, რომ რუსეთის დესანქცირება მოხდა. ბინების ფასები საქართველოში ხო ყველას გვინდა რომ თითქოს დავარდეს, მაგრამ ბინების ფასები საქართველოში რომელიც არის მაღალი და ძალიან ცუდია, რასაკვირველია, მაგრამ მეორე მხრივ ეს კარგია. ეს ამ ბინების ფასები დაეცემა. ბიზნესები, რომლებსაც რუსები აწარმოებენ, რაც ცუდია, რასაკვირველია უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მათი ვინც საეჭვო პირია და აქ უამრავი საეჭვო პირია, მაგრამ ხო აწარმოებენ და ზოგს ხო ბიუჯეტში გადასახადი შეაქვს. ეს გადასახადებიც არ იქნება შეტანილი. საქართველოს ლარის კურსი ასე მაგალითად ამის შემდეგ გაიქცევა. აი ეს შავი ხვრელი როა, რაც ძალიან ცუდია, რასაკვირველია საქართველოს როგორც ასეთი და საქართველოსდან სხვა რომელიმე მეორე ქვეყანაში, ცენტრალური აზიის ქვეყანაში მაგალითად და მე იქიდან რუსეთში რომ მიდის ტვირთები. იცით ხო ეხა აღარ გვიდა ამაზე ბევრი ლაპარაკი. ეს ხომ აღარ იქნება და ეს ეკონომიკური მდგომარეობა მატებაო, კობახიძე რო ამბობს, ტყუილია ეს კონცეპტუალურად, იმიტომ რომ ამაზეა დაფუძნებული, ეს მატებაც კი როგორც ასეთი აღარ გვექნება. და რუსეთი ყველანაირად ეცდება რომ გააღარიბოს და გააღარიბოს ქვეყანა, რომელსაც კიდევ ერთხელ ანაკლია რატომ უნდა ვახსენო, მაგრამ ანაკლიაც კი არა აქვს ამასობაში, არაფერი არ აქვს, ინვესტიცია არ აქვს,
განსაკუთრებით დასაკვირველია დასავლური ინვესტიცია. დასავლეთი ვერ გრძნობს დაცულად საკუთარ თავს ამ პრორუსულ პროჩინურ ქვეყანაში. ახლა განვაგრძოთ და სხვა რამეც ვთქვათ. თუ უკრაინაში ომი დასრულდა ნახევრად რუსეთის ნახევრად დამარცხება, ნახევრად გამარჯვებით, რუს-უკრაინის ნახევრად გამარჯვება, მოკლედ გამარჯვებით, დამარცხება გამარჯვებით. მოკლედ მხარეებმა მოილაპარაკეს ისე, როგორც მოილაპარაკეს. დასრულდა. ამ შემთხვევაში რუსეთი რა შვება? რუსეთი ცდილობს, რომ აღადგინოს ეს დერეფანი სამხრეთი ჩრდილოეთი, ანუ თეირანი, მოსკოვი, რომელიც ოდესღაც არსებობდა და რომელიც მათ შორის სამხედრო ტვირთებით ირანის მომარაგებაში რუსეთს უწყობდა ხელს ეს დერეფანი, ეს ფაქტია. სომხეთზე გამავალი მათ შორის, მაგრამ სომხეთი მოწყდა ამ ყველაფერს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. რუსეთი ცდილობს კუდების მოქნებას და საქართველოში არსებული 4 მინიმუმ 5 რეალურად ბაზის გამოყენებით, ბაზას გააძლიერებს და გამოიყენებს. იმისთვის რომ გადაგვკიდოს ჩვენ სომხეთს, იმისთვის რომ გადაგვკიდოს ჩვენ აზერბაიჯანს, იმისთვის ეს ბაზებია სოხუმში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ხუთია, ცხინვალსა და ჯავაში. და საქართველოს როგორც პრორუსული ქვეყანა ჩადგება რუსულ სამხაროში თუ ვინმე არის გლობალური ომის პარტია მსოფლიოში დღეს ეს დასაკვირველია არის რუსეთი, რომელიც ამ რეგიონში კუდებს მოიქნებს, რომ ამერიკა აქ არ დამკვიდრდეს და მისი პროქსი ქვეყანა ირანი უკვე იმუქრება კიდეს, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ისტორიული შეთანხმება, რომელიც შედგა სომხეთს, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომელშიც თურქეთი რასაკვირველია ძალიან მძლავრად მონაწილეობს და საერთოდ თურქეთისა და ისრაელის გავლენებზე ამ რეგიონში და ამ პროცესებზე ცალკე ბლოგი ალბათ ჩასაწერი. ირანი უკვე იმუქრება, რომ ამ ყველაფერს ჩავშლიო. ვერ ჩაშლის რასაკვირველია, მაგრამ კუდის მოქნებას რუსეთის მეოხებით და დახმარებით კი ეცდება ირანი ცალკე და რუსეთი ცალკე და ორივენი ერთად. და საქართველოს უნდა გამოიყენოს. ეს საქართველოს ამერიკული უნდა ყოფილიყო და საქართველოს უნდა შესთავაზოს შეერთებულ შტატებს იმგვარი რამ, რომ შეერთებული შტატები არა მხოლოდ 2/3-ში შემოვიდეს კავკასიის რეგიონის, არამედ დარჩენილ 1/3-ში, რომელიც თავის დროზე რა ძლიერი იყო, როგორც პროამერიკული, პროდასავლური ქვეყანა ჩვენს ქვეყანაზე ვლაპარაკობ. აი ეს არის ივანიშვილის დანაშაული მათ შორის ქართველი ხალხის და საქართველოს ისტორიის წინაშე, რომ საქართველოს ეს მისია ფუნქცია მოუხსნა და გადააგდო ხახაში, რომელსაც რუსული ხახა ჰქვია. და რაც თავარი არაფერს არ აკეთებს. ეხლაც კი არაფერს არ აკეთებს, რომ გამოასწოროს ვითარება დღესვე ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჩაარტყას ანაკლიაში ბევრი ნიჩაბი, გააღრმა წყლოვანოს ეს ანაკლის ტერიტორია, ანაკლის სანაპირო და ამერიკელებს უთხრას, რომ მე ჩამოვართვით ჩინელებს, აი ვერ შეასრულეს რაღაცა მიზეზს მოიგონებ და მობრძანდით აქ და დავარქვათ ანაკლია სითის ტრამპ სითი ასე მაგალითად და ეგო და უკმაყოფილოს ტრამპს ვინ იცის, ვინ ძლო ტრამპიც კი წამოვიდეს ამაზე, მაგრამ ივანიშვილი როგორც რუსეთის გეზე დამოკიდებული პირი ამაზე არ მიდის. საერთოდაც რუსეთს რომელსაც ერთი ხანობა უნდოდა რომ თუნდაც ჩინელებს აეღოთ საკუთარ ხელში შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული წერტილი ანაკლია, რუსებს ნოვოროსიისკის გახსნის შემდეგ, ანუ ჩრდილოეთის დერეფნის გახსნის შემდეგ შეიძლება აღარც აწყობდეს, როგორც არ აწყობდა თავის დროზე ანაკლის პორტის მშენებლობა, როგორც ასეთი ჩვენ ანაკლია უნდა გქონოდა აქამდე, რომ რაღაცა მისია შეგვეძინა და საქართველოში ყოფილიყო მეტი ამერიკა, თუ მეტი ნატო არა, უბრალოდ მეტი ამერიკა, მეტი დასავლეთი, მეტი ნატო, მეტი ევროპა, მეტი დემოკრატია, მეტი ლიბერალური დემოკრატია, მეტი თავისუფლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ივანიშვილმა ეს ყველაფერი ჩაჩეხა და ბიზნესთანს აკეთებს, როგორც ხედავთ. ბიზნესთან სადაც მდიდრდებიან ტიპები, უსამართლოდ ბიზნესთან სადაც რომელიც კორუფციაში იხჩობა, ბიზნესთან რომელშიც რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ ჯემალმა როგორ უნდა მოიყვანოს, ჯიმშერი თუ უყვარს ახალ რომელიმე ქალაქი დავასახელოთ, წალკელ ჯემალს ახალ ქალაქელი ჯემალი, ისა ჯიმშერი, ხო? როგორ გაუშლით ახლა იუსტიციის სახლში თუ არ მივლენ, იქ სადღა ახალ ქალაქში, ახალ ციხეში, სადღაც არ განმარტოვდებიან თუ რა უბედურებაა. ისევე როგორც განმარტოვდებიან მათ შორის კალაზის კიბოდი შეცხადია, კალაზის პრეზენტაციაზე მისული ტიპები, რომლებსაც სამოქალაქო ქორწინებაში ერთმანეთთან სულაც არ იმყოფებიან, მაგრამ კაცები კალადის პრეზენტაციაზე მყოფი ჯემალ ჯიმშერები, რომლებიც არ იმყოფებიან სამოქალაქო ქორწინებაში და რა პრობლემაა რომ იმყოფებოდნენ საბოლოო ჯამში თუ სანაცვლოდ და საპირწონედ დევს ნახეთ რა. ამის გამო რომ ჯემალმა ჯიმშერი არ მიიტყუოს იუსტიციის სახლში და ამას თურმე ჩეხავს შალვა ბაბუაშვილი, ჩვენ ვკარგავთ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან.
სამედიცინო მედიცინის სფეროში რეფორმებს და დახმარებებს ევროკავშირიდან, განათლების სფეროში რეფორმებს და დახმარებებს ევროკავშირიდან, ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახმარებებს ევროკავშირიდან, განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობაში დახმარებებს ევროკავშირიდან. ჩვენ ვკარგავთ უამრავ პროგრამას განათლების სფეროში, როცა ახალგაზრდები მიდიოდნენ და განათლებას მიიღებდნენ ერასმუსის პროგრამით თუ სხვა პროგრამებით. ასე მაგალითად ნიდერლანდებში, ჰოლანდიაში, სხვა ქვეყნებში, იტალიაში, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პოლონეთში, უნგრეთში, სხვა ქვეყნებში, ჩეხოსლოვაკიაში, ჩეხეთში, ჩეხოსლოვაკია არ არსებობს, ჩეხეთსა და სლოვაკეთში და ასე შემდეგ. იმიტომ რომ შალვა პაპუაშვილი აი ესე დგას, აი პირდაპირ მნიშვნელობით იუსტიციის საფრთხად და ჯემალს და ჯიმშერს არ უშვებს რომ მათ ხელი მოაწერონ. და ისე რაც თუ არიან ურთიერთობაში და მათ შორის არიან ის ტიპები, რომლებიც გია რაშუაშია და გია ჩემეზლობ ეხსენები და კახაკალაძის პრეზენტაციაზე იყვნენ თაწმინდის პარკში, იპრანჭებოდნენ და ფეხის წვერებზე იწეოდნენ ბიზინა ივანიშვილს, რომ დაანახმებოდნენ როგორმე და არა მხოლოდ ბიზინა ივანიშვილს, არამედ ძლიერებს ამას სოფლისა. აი ეს არის სიმართლე. ახლა რატო გადავხდი ამ ყველაფერში? აი ამის გამო ჩვენ ვკარგავთ, ამის გამოც არ ვკარგავთ საბოლოო ჯამში, იმის გამო ვკარგავთ, რომ ბიზინა ივანიშვილს რუსეთმა უკარნახა, რომ არავითარ შემთხვევაში შენ არ უნდა განავითარო ეს ქვეყანა და უნდა იყოს დარჩეს ბიზნესთანადო. აი ეს არის სიმართლე. ამ პროცესში. ეხლა რაც შეეხება უკრაინაში მოხდება თუ არა ის, პარები ვიტყვი და დავამთავროთ. უკრაინაში მოხდება ის, რასაც ბევრი ვარაუდობს. არა, არ მოხდება. ტრამპი რომს გამოვიდეს 16 აგვისტოს და თქვას, რომ აი უკრაინამ უნდა დათმოს დონბასი და მე მიაყოლოს ზაპოროჟიე და ხერსონი და აი ამ შემთხვევაში მოგვარდება პროცესი, რაც წარმოუდგენელი რომ ეს თქვას, მაგრამ აი წარმოვიდგინოთ რომ თქვა, ხო? ამ შემთხვევაშიც კი ეს ყველაფერი ვერ დასრულდება ისე როგორც რუსეთს ან თუნდაც რუსეთსა და ტრამპს უნდათ ერთად. დატომ? იმიტომ რომ უკრაინელი ხალხის გარეშე, რომელსაც ზურგს უმაგრებს ევროპა. უკრაინელი ხალხის გარეშე ომი კონფლიქტი უკრაინაში არ დასრულდება და უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტ ზელენსკის კი აქვს თავარი და მხარინება, მათ შორის კონსტიტუციით გამაგრებული, რომ რუსეთი უნდა გაეთრეს. სრული ტერიტორია უნდა გაეთრეს. გავცვალოთ ტერიტორიების შენ მომეციეს აქ 5 კილომეტრს დაგითფობ, აქ 3 კილომეტრი დამითმე, არა 5-ს არ დაგითფობ, არა, პირდაპირ 3 მომეცი. ეგეთი რაღაცები არ ხდება. არავინ, მათ შორის დონეცკის ოლქის იმ ნაწილს, რომელსაც აკონტროლებს უკრაინა დღეს, არ დაუთმობს რუსეთს, იმიტომ რომ ეს სტრატეგიული ოლქია, სტრატეგიული გეოგრაფიული ადგილია და აქედან რუსეთს ეხსნება ხელფეხი დნეპროპეტროვსკისკენ და ეხსნება ფეხი ხარკოვისკენ. ეს რომ ვიცოდეთ. ამიტომ ამას თავისი ნებით მით უმეტეს არ დათმობს უკრაინა არაზდიდებით. მეცაც გეტყვით, უკრაინა არაფერს არ დათმობს კი არა, რუსეთს იქითაა დასაწყობი, იმიტომ რომ ფრონტის ხაზზე ორივეს უჭირს, რომ ვიღაცა იტყვის, მაგრამ გაცილებით უჭირს რუსეთს, ეგრა მაგის პასუხი 1300 კილომეტრიანი ლოჯისტიკა და 1300 მე მინიმუმს ვაბობ, რეალურად 2000 კილომეტრიანი ლოჯისტიკური მომარაგება დრონების ეპოქაში, მით უმეტეს როცა ხმელეთიდან რავი არ მიდის, პეხოტა ეგრეთ წოდებული არა, სახმელეთო ჯარი და დრონებით უტევენ და ანგრევენ არა მხოლოდ იმ უკრაინის იმ ტერიტორიას, რომელსაც აკონტროლებს რუსეთი, არამედ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიასაც და აფეთქებაზე ხდება იცით თქვენ რუსეთის სიღრმეშიც კი, ხო? რუსეთის გაჭირვება, შეჭირვების მასშტაბი გაცილებით დიდია. ამიტომ ამ თვალსაზრისით მე ძალიან შვიდად ვარ, გულახდილად გეტყვით. მე უბრალოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიღაც ეტაპზე რუსეთს არ მიათრევენ, მიამწყდებენ კუთხეში და რუსეთი არ იტყვის, რომ გამგთხოვთ გევედრებით, ყველაფერს დავთმობ, ოღონდ მოხსენით სანქციები და როგორც კი სანქციებს მოხსნიან, შლოედერეფანი მათ შორის გაიხსნება, ეს რომ ვიცოდეთ მაინც 27 წელს პირობითად და რუსეთი დაიწყებს ჩარევას კავკასიის რეგიონში. და სუსტი მოწყვლადი სახელმწიფო პირველი მოსანადიდებელი იქნება მისთვის თუნდაც არაკონვენციური ომით. აი ბიზინა ივანიშვილი ამას აკეთებს თქვენთვის, თქვენ ქვეყანაში. უკეთებს ამას. რომ შენ იყოს სუსტი და ყალბი მშვიდობის ფასად და ჯემალისა და ჯიმშერის ერთი ადგილის დაცვის ფასად შენ იყო აბსოლუტურად მინგრეული ავთანამედროვე турბულენტურ ზონაში, турბულენტურ და საინტერესო ზონაში თუ სივრცეში თუ პერიოდში. აი ეს არის სიმართლე. ახლა 25 წუთია. და მე ვლაპარაკობ რაღაცას და თქვენ უმრავლესობა თქვენგანს ესმის, მაგრამ ზოგ თქვენგანს არ ესმის. ეხლა შემომივარდებით ტროლები და იტყვით, გაგიჟდა ტაბლიაშვილი, თვალებს რატო ჭუტავს ტაბლიაშვილი, მიჭყილებს და იმიტომ ჭუტავ. თუ სიმართლე გინდათ. აი ეს იმზეა წინ. იმიტომ ჭუტავ, არა, არ დანილევია გუში. თუ დღეს დარც კარგახანია. ნახვამდის.